გამარჯობა. დღეს გეტყვით რა შეგიძლიათ გააკეთოთ დაუსრულებელ რემონტზე. რემონტი თავისი სამართლებრივი მოწესრიგებით სარემონტო ჯგუფი, რომელსაც აიყვანთ, გემსახურებათ როგორც წესი ნარდობის ხელშეკრულებით. ანუ ეს არის მომსახურების ხელშეკრულება. როგორც წესი ჩვენს რეალობაში ასეთი ტიპის ხელშეკრულებები ფორმდება და თანხმდება ზეპირსიტყვიერად. ანუ ორი ადამიანი შეთანხმდება თანხაზე, ოდენობაზე, პირობებზე, ხარისხზეც კარგ შემთხვევაში ჩამოართმევენ ხელს და მე იწყება სამუშაოები. ჯელტმენური გარიგებაა ერთგვარი, მაგრამ პრაქტიკაში ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც თქვენს ჯგუფს შეუთანხმდით ერთ თვეზე, მაგრამ სამუშაოები გრძელდება ორ თვეზე. და რატომღაც მიზეზები არ ილევა. ხან მომწოდებელმა დააგვიანა, ხან მასალა ვერ ვიპოვეთ, ვერ შევუსაბამეთ. არ აქვს ამას მნიშვნელობა. პირველ რიგში აუცილებელია, რომ გადახდები განახორციელოთ ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად. აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი პირობაა, რომ შევთანხმდეთ ხარისხზე, როგორი უნდა იყოს დასრულებული პროდუქტი, ანუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს და როგორი ხარისხის უნდა იყოს ესა თუ ის ნაკეთობა. იქნება ეს იატაკის მოხვეწა, კედლების შელესვა, შეთეთრება, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი სარემონტო სამუშაო. და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, გაქვთვის ინსტიტუტი, რომელსაც მაგალითად შრომის კოდექსი იცნობს. თუ დასაქმებული პირობითად, ეს სხვადასხვა მოწესრიგებაა, მაგრამ მაგალითისთვის გეტყვით. თუ დასაქმებული რაიმეს დაარღვევს სამუშაო პროცესში და ამით მიაყენებს ზიანს დამსაქმებელს, დამსაქმებელი უფლებამოსილია არაუმეტეს ხელფასის 50%-ისა გამოუქვითოს ანაზღაურება. ანუ თუ გაქვთ 1000 ლარი, რაღაც დაუშავეთ, დააზიანეთ დამსაქმებელს შეუძლია გადაგიხადოთ 500 ლარი სამართლებრივი საფუძვლებით. ზუსტად იგივე პრინციპი შეგიძლიათ მიუსადაგოთ სარემონტო სამუშაოებს. მაგალითად, შეუთანხმდით ერთ თვეზე, გადააცილა ერთ თვეს, დაუთვლით ამ ერთ თვეში დღიურად რა გამოდიოდა თქვენს მიერ გადასახდელი თანხა. ეს გეუბნებით ყველაზე მარტივ შემთხვევაში, თუ თქვენთვის მოყენებული ზიანი მხოლოდ ვადის გადაცილებაა. თუ თქვენ ახლა ქირითაც ცხოვრობთ და იმ ქირაში დამატებით თანხას იხდით, ეს კიდე ცალკე მოთხოვნაა და ამ მოთხოვნის დაყენება ცალკე შეგიძლიათ. დავანგარიშებთ ყოველდღიურად 30 დღის განმავლობაში პირობითად ეს 15000 ლარი, ხო, სარემონტო სამუშაოები. 30 დღეზე რა თანხა გამოდის და რამდენ დღესაც გადააცილებს მერე, აი ამ თითო დღის თანხას ბოლოში გამოუქვითავთ. უბრალოდ უმჯობესი იქნება, რომ ამაზე თავიდანვე შეუთანხმდეთ. მერე შეგიძლიათ ამის გამოყენება, იმიტომ რომ თქვენ შეუთანხმდით 30 დღეზე. მაგრამ უნდა გახსოვდეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. პირველ რიგში, ასე თუ ისე თქვენც უნდა ერკვეოდეთ სამშენებლო სამუშაოებში, ან ვინმე გათვითცნობიერებული ადამიანი უნდა დაიხმაროთ, იმიტომ რომ სულ რო ვადებში ჩაედიონ, სულ რო კეთილსინდისიერი გადამხდელი იყოთ და სულ რო ყველაფერი კარგად იყოს, თუ შეგატყვეს რომ რაღაცები არ იცით, პროცენტებს არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი, მაგრამ მე ვისთანაც მქონია შეხება, ყოველთვის შეეცდება რაღაც, ასე ვთქვათ, შემოგაწონოთ. ტერმინებით არ გამოჩნდება, ეს არ არის მნიშვნელოვანი, ყველგან ასე ვაკეთებდი, ხო ეს სახიფათო არა, პრობლემა არ იქნება და შენ თვითონ იზავ რაღაცას, რომ რაღაც მიაყუდებ, სურათს ჩამოკიდებ, არ გამოგიჩნდება და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში 10 ყური და 100 თვალი უნდა გამოიბათ, მაგრამ სამართლებრივად თუ გამოიყენებთ დაქვთვის მექანიზმს, აქვეაც გახსოვდეთ ეს ხელოსნებს აქვთ ეგეთი ტაქტიკები, როდესაც ოღონდ სამართლიანი შეიძლება იყოს, რამდენად მორალურია არ ვიცი, მაგრამ ამას იყენებენ ხოლმე არაკეთილსინდისიერი გადამხდელის წინააღმდეგ, როდესაც კეთილსინდისიერად შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები, დროულად გაურემონტეს, კარგად გაუკეთეს, მაგრამ გადამხდელს არ უნდა ამის გადახდა. ცდილობს რომ დაზოგოს მაინც ფული. ასეთ შემთხვევაში იყენებენ ხოლმე ხელოსნები სხვადასხვა მაიმუნობებს. მაგალითად შეიძლება აი ეს
ძირში მოჭრას და მერე რო გადააერთოთ, ეს უნდა ამოთხაროთ და ამოანგრიოთ, ახალი ხელოსანი მოიყვანოთ. შეიძლება მოხარშული კვერცხი სადმე ჭერში ჩაგიტოვოთ, შეიძლება სადღაც რაღაც კაბელი გადაგიჭრათ, წყლის მილი გაგიხვიტოთ და რომელიც მარტო თვითონ მწოდინება სად არის. თუ გადაუხდით მარტივად გაასწორებს, თუ არ გადაუხდით დაგიტოვებთ ეგრე და იქნებით ბომბზე, რომელიც როდის გაგიწყდება თქვენც არ იცით. მაგრამ ესეც რომ არ იყოს, სულ ყველაფერი წესრიგში იყოს, მე რემონტით კმაყოფილი ადამიანი ჯერ არ მინახავს. აქედან გამომდინარე, თუ რემონტის ჯგუფი, გუნდი შეგითანხმდათ 30 დღეზე და გადაგივადათ, არ აქვს მნიშვნელობა რატომ, გადაგივადათ ცალმხრივად, ანუ თქვენ კი არ შეგითანხმდათ, არამედ ფაქტის წინაშე დაგაყენათ. გეუბნებათ, რომ ნაბახუსებზე იყო და ვერ მოასწრო, ვერ გამოფხიზლდა, დაბადების დღე წამოეწია, ძაღლი გაუხდა ცუდად, ძაღლის მეგობარი ძაღლის ლეკვები მოეწამლა და ასე შემდეგ, რის გამოც ავადმყოფოში იყო. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ თანხა გამოუხვითოთ. უფრო მეტიც, თუ შუა გზაზე მიგიტოვებთ სამუშაოებს, აი ამ გადარიცხვის ქვითრის საფუძველზე შეგიძლიათ მერე ეს თანხაც ნაწილობრივ მაინც უკან მოატანინოთ. ეს უკვე სამართლებრივი ხრიკებია, რომელზეც ასე ვიდეოში ვერ აგიხსნით და თუ იურისტი ან ადვოკატი არ ხართ, ეჭვმაქვს მაინც ვერ გამოიყენებთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა ყოველთვის გაქვთ და რო დაუბრუნდეთ თავარ სათქმელს. თუ ხელი ჩამოართვით, დადეთ ჯელტმენური გარიგება, კეთილსინდისიერად ასრულებთ ამ პირობას და უხდით მასალის და ფიზიკური შრომის ღირებულებასაც, მაგრამ თვითნებურად მაინც გიგვიანებენ, შეგიძლია ამუშაო გაქვითვის მექანიზმი. და შემდეგ უკვე თვითონ გედაოს, თუ მიიჩნევს, რომ ეს გაქვითვის მექანიზმი არ იყო სამართლიანი და სწორი. ყველა გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მესმის, რომ ყველა ხელოსანთან ეს ხელშეკრულებას ვერ გააფორმებთ, ზოგს ხელშეკრულების ხსენებაზე უკვე აღარ უნდა თანამშრომლობა და ბევრი ადამიანი გვხვდება, მაგრამ წესით თვითონ უნდა უნდოდეთ და თუ ისეთი სიტუაცია შეგექმნათ, რომ არ უნდა ადამიანს ეს ხელმოწერები და რაღაც სხვანაირად ეშინია, ფრთხილობს ან რაღაც, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ხელოსანია, შეიძლება კარგად გაიგეთოთ საქმე, მაგრამ ნებისმიერი SMS-ი, მიწერილი ტექსტი, Viber-ში, Messenger-ში, ელექტრონულ პოსტაზე, კარგ შემთხვევაში, SMS-ად ეს ყველაფერი არის მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობითაც შეიძლება მერე გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს ხელშეკრულება. ანუ გამარჯობა ბატონო კახა. როგორც თქვენ მითხარით, 30 დღის შემდეგ მექნება სახლში მოხვეწილი იატაკი. ვადები ხომ არ დაკორექტირდება. უკვე ჩანს პირობა, რომ თქვენ შეთანხმდით 30 დღეზე, იმან თუ არ უარყვეს და არ გითხარ, არა, ჩვენ 30 დღეზე არ შევთანხმებულ ვართ, არამედ შევთანხმდით 100 დღეზე. ასეთი ტექსტი თუ არ მოიწერა, უკვე არის პირობა, რომ თქვენ შეთანხმებული ხართ 30 დღეზე. შესაბამისად, დაიმახსოვრეთ, გამოიყენეთ და უფრო დაცულები იქნებით. თქვენც, თქვენი ფინანსებიც და სხვათა შორის თვითონ ხელოსნებისთვისაც კარგი мотиваცია იქნება, როდესაც ეცოდინება, რომ თუ ვადაში არ ჩაეტევა ან რაღაც შეთანხმებულ ხარისხზე არ გაგიკეთებთ საქმეს, ეცოდინება, რომ ამუშავებთ გაქვითვის ინსტიტუტს, უფრო მეტი мотиваცია იქნება, რომ ხარისხიან გაგიკეთოთ საქმე. საბოლოო ჯამში თანხას მაინც ისეც ვიხდით, როგორც ხარისხიან მომსახურებაში უნდა გადაგვეხადა, მაგრამ ხშირად ამ მომსახურებას ვერ ვიღებთ. ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ გაქვითვის ინსტიტუტი. დროებით.